ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ბათუმში წარმატებული პრემიერის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს ყაზახეთში ითამაშებს. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ბიკენფესტ 2026-ზე მაყურებლის წინაშე დასი 26 მაისს წარსდგება. იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ამბავს, რომელიც 30-იანი წლების ჩიკაგოში ხდება 19 მსახიობი ყვება. მუსიკალური კომედია ჯაზის ქორეოგრაფიისა და მსუბუქი იუმორის ნაზავია. რაც შეეხება ფესტივალს, იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას. ფესტივალი აერთიანებს თანამედროვე და ექსპერიმენტულ თეატრალურ პროექტებს. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის დრამატული თეატრი მიემგზავრებით ყაზახეთში თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალზე ბიკენფესტ 2026 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვითამაშებთ ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან რეჟისორი გახლავთ გოჩა კაპანაძე. ქალაქ თალდიყურღანში ვითამაშებთ თეატრი უკვე მეორე გასტროლზე მიემგზავრება ამ თვის განმავლობაში და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ბათუმის დრამატული თეატრის დასი ღირსეულად ადგენს თავის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე. პრემიერა შედგა 19 რიცხვში, 19 მსახიობმა 19 საათზე ვითამაშეთ სპექტაკლი ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები. რაც შეეხება განწყობას, ძალიან მიხალისეთ და მგონია რომ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. და რაც ქვია ვოიეს ყაზახეთში, რავი 26 მაისს ვთამაშობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ალბათ იქაც ერთ მხიარულ საღამოს ვაჩუქებთ ყაზახ მაყურებელს.